ახლოვდება რეგისტრაციისა და შიდა გამოცდების პერიოდი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და გსურს ფაკულტეტების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. დღეს ჩვენ სემინარიაზე ვისაუბრებთ და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით ჩვენ სტუმრებთან ერთად. თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდნენ თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ვაშალონიძე, თეოლოგიის დოქტორი თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი ირაკლი ურჟონია და ლუკა სიმონიშვილი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობის. მამა გიორგი, თავდაპირველად თქვენ დავიწყებთ რა თქმა უნდა საუბარს თუ რას თავაზობს ზოგადად სემინარია დაინტერესებულ ახალგაზრდებს და რითი არის გამორჩეული ზოგადად ეს ფაკულტეტი. დიახ, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მადლობას გიძღვნით შესაძლებლობისთვის, რომელიც გვეძლევა ჩვენ დღეს რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი სასწავლებლის თუ შეიძლება ასე ითქვას უპირატესობა და არსობრივად რას წარმოადგენს თქვა ამ შემთხვევაში ჩვენი ფაკულტეტი ზოგადად თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმოადგენს უმაღლეს საღვთისმეტყველო სკოლას, სადაც მიმდინარეობს სამსაფეხუროვანი სწავლება თეოლოგიის მიმართულებით. ჩვენ დღეს წარმოვადგენთ ამ მიმართულების პირველ საფეხურს, ბაკალავრიატს, თეოლოგიის ბაკალავრიატს, რომელსაც ეწოდება სწორედ სემინარია და უნდა ითქვას უპირველეს ყოვლისა ის, რომ ჩვენთან ხდება სტუდენტების მიმართ თუ შეიძლება ასე თქვას ურგვარი დამოკიდებულების გამოვლენა. ერთი უპირველეს ყოვლისა ვცდილობთ თვალყური ვადევნოთ მათ სულიერ ზნეობრივ აღზრდას, ვინაიდან ეს მართლაც უპირატესია მოგეხსენება თქვენ პიროვნების ჩამოყალიბებაში, მით უმეტეს რომ ჩვენს სასწავლებელს ჩვენს განსაკუთრებით ჩვენს ფაკულტეტს არც თუ შემთხვევითად ეწოდება მღვდლების სამჭედლო, ვინაიდან სწორედაც რომ ორიენტირებულია იქეთკენ რომ აღზარდოს ღირსეული სასულიერო პირები, რომელნიც სარგებელს მოუტანენ ჩვენს ეკლესიას და რომელნიც იმსახურებენ ღვთისმსადნოდ და ადამიანთა საკეთილდღეოდ. ხოლო მეორე მხრივ თავისთავად ცხადია ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მათ აკადემიურ მოსწრებას. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ სტუდენტთან მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა. მოგეხსენება თქვენ, რომ ადამიანის შესაძლებლობები სხვადასხვა არის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ სტუდენტებს შევაგონოთ, რომ უმთავრესია შრომის მოყვარეობა და შრომის მოყვარეობის თქვათ შედეგად მიღწევადი და დაძლევადია ყველა ის სირთულე, რასაც ისინი აწყდებიან თავისთავად ცხადია სწავლის პროცესში. თავისთავად ცხადია ისიც, რომ არის გარკვეული უპირატესობები, ჩვენ ჩვენი საუბრის საწყისში ვახსენეთ უპირატესობები, თუ შეიძლება ასე ითქვას, თუნდაც სხვა სასწავლებელთან მიმართებაში თავისთავად ცხადია, ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი რომ დავაკნინოთ ერთად აგვიფაროს თქვა სხვა სასწავლებლები, ყველა სასწავლებელს თავისი დატვირთვა და უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ წარმოვაჩენთ იმ უპირატესობებს, რაც არის ჩვენ სასწავლებელში, მაგალითად უნდა ითქვას აუცილებლად ის, რომ ჩვენთან არა მხოლოდ სწავლება უფასო, ანუ ამაზე უკვე არც არის საუბარი, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, რომ აბსოლუტურად ყოველ ფაკულტეტზე კი ბატონო სამივე მიმართულებაზე და სამივე საფეხურზე არის სწავლება უფასო და გარდა ამისა ჩვენთან არის სტუდენტური საცხოვრებელი, ეგრეთ წოდებული პანსიონატი, სადაც სტუდენტები აქ ვაჟებზეა საუბარი, ცხოვრობენ და სამჯერადი კვებით არიან ისინი ამავდროულად უზრუნველყოფილნი, რაც შეიძლება ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ საქართველოში მსგავსი ტიპის თქვათ დაწესებულება არ არსებობს, სადაც აი უფასო იყოს სწავლაც, საცხოვრებელიც და სამჯერადი კვებაც. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში ხშირად სტუდენტებს უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები და აი ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია ქმნის
იმ გარემოს, რომ სტუდენტს ერთადერთი რამ ევალება ფაქტობრივად რომ ისწავლოს, ანუ ყველანაირი გარემოა იმისთვის შექმნილი, რომ სტუდენტი დაეუფლოს უმაღლეს საღვთისმეტყველო განათლებას. ამას თავის თვალსაჩინო ხელისწყობს ის, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები ასწავლიან ჩვენთან, ერთ-ერთი ჩვენ სტუდენტია წარმოდგენილი ბატონი ირაკლის სახით და ეს თავის თვალსაჩინო ერთიურად თქვათ აი ამ საერთო სურათს უფრო ესე იგი მიმზიდველს ხდის. ასევე ჩვენთან არის უნდა ითქვას ის, რომ ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს გარდა თქვათ ეს არ არის მხოლოდ მშრალი თუ შეიძლება ასე ითქვას სწავლებითი პროცესი, ეს ცოცხალი სწავლებითი პროცესია. აი მოგახსენებთ ძალიან ხშირად ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ კონფერენციებში, მაგალითად წელიწადში ერთხელ იმართება პედაგოგების თავისთავად ცხადია და ჩვენ ამ შემთხვევაში ორიენტირი გვაქვს სტუდენტების კონფერენციაზე, სადაც სტუდენტები ღებულობენ მონაწილეობას, ასევე გვაქვს ხშირად გასვლითი აქტივობები, ანუ გავდივართ თქვათ ქალაქგარეთ, ეს არ არის რაღაცა გასართობი გასვლა, ეს შემეცნებითი გასვლა, მივდივართ თქვათ რომელიმე კონკრეტულ ტაძართან ან ტაძარში პარაკლის ვიხდით, აღვავლენთ წირვას ხშირად ერთობლივად და თქვათ გვაქვს გასვლითი კონფერენციები, თქვათ აი გასულ სასწავლო წელს ვიყავით მაგალითად მარტყოფში, სადაც ესე იგი ჩატარდა მსგავსი ტიპის ვთქვათ კონფერენცია და ასე შემდეგ. გარდა ამისა ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ სემინარიაში არის გალობელთა გუნდი, რომელიც სხვადასხვა ეხლა ხან წელს მოხდა ამის ესე იგი საფუძვლის ჩაყრა, ბატონი ლაშა ზაალიშვილი ხელმძღვანელობს ამას. ჩვენი უწმიდესის ძალიან დიდი სურვილი იყო რომ სემინარია სკოლოდა გალობელთა გუნდი და ჩვენი რექტორის მამა გიორგის ხელშეწყობით ეს დაინერგა სემინარიასაც ყავს გუნდი და აკადემია ფაქტობრივად ორი გუნდია დღეს სასწავლებელში. ჩვენ გადაცემაშიც არაერთხელ ვყავთ სტუმრებს და მათ მიერ შესრულებული არაერთი საგალობლები. გარდა ამისა და ამით დავასრულებ ამ პირველი კითხვის პასუხს, რომ გარდა ამისა უნდა აღინიშნოს აუცილებლად ისიც, რომ ჩვენ სასწავლებელს აქვს ურთიერთობა სხვადასხვა უცხოური ქვეყნის შესაბამის მიმართულების მქონე სასწავლებლებთან, მაგალითად ათენის უნივერსიტეტთან ჩვენ შარშან ჩვენი სემინარიის ერთ-ერთი სტუდენტი გავუშვით იქ და მან გაიარა ერთწლიანი ბერძნულის კურსი და უკვე ჩააბარა ათენის უნივერსიტეტში თეოლოგიის მიმართულებაზე. წელსაც ვუშვებთ ერთ-ერთ სტუდენტს ენის კურსზე და იმედი გვაქვს რომ ისიც წარმატებით გაივლის ამ კურსს და ჩააბარებს. გარდა ამისა გასულ წელს ყავდა სტუდენტები შვედეთში, სტოკჰოლმში, სტუდენტური კონფერენცია იყო იქ საერთაშორისო და ჩვენმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა და აი ყოველივე ეს თქვა ჩვენს მიერ ჩამოთვლილი თუ ვერ ჩამოთვლილი თქვა ფაქტორები ქმნიან ძალიან საინტერესო და მიმზიდველ გარემოს ჩვენ სასწავლებელში. ბატონო ირაკლი, მამა გიორგი მისაუბრა სემინარიის ძალიან ბევრ უპირატესობაზე. თქვენც მინდა გკითხოთ ამის შესახებ, რა კეთდება იმისთვის, რომ სტუდენტი საფუძვლიანად დაეუფლოს თეოლოგიას, როგორც მეცნიერებას და როგორ მიმდინარეობს ზოგადად საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობა და შემდეგ მისი დაცვა. კი ბატონო, დიდი პატივისცემით მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. და ალბათ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარე 14 კვირისაგან შედგება და ყველა სემესტრი ასეა და ეს სემესტრი განსაკუთრებით დატვირთული გამოდგა, ყოველ შემთხვევაში ჩემ აღთქმაში ასეა და მინდა გითხრათ, რომ შინაურულად შეიძლება ასე ითქვას, ზაფხულმა მოგვისწრო და გვეძლევა დასვენების საშუალება და კარგი რაღაცა ახალი ძალები დაგვიჭურვებით, რომ სექტემბრიდან მერე შევძლიეთ ახალ საქმეს, კი ბატონო, დატვირთულ სემესტრზე. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, საკმაოდ რთულია იმ გაგებით, რომ ისწავლება ისეთი საგნები, რომლებიც ასე მარტივად აღსაქმელი არ გახლავთ და ზოგადად სწავლა არ არის მარტივი მოცემულობა, ყველას კარგად მოგვეხსენება. მაგალითისთვის რამდენიმე ჩამოთვლის ღვთისმეტყველო საგნებზე გამომახვილებ ყურადღებას, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, პატრისტიკა, დოგმატიკა, ლიტურგიკა, საეკლესიო სამართალი. ეს არ არის მხოლოდ ცალკე აღებული ტექსტები, ხო? აი მაგალითად თუნდაც წმინდა წერილი ავიღოთ, შეიძლება რაღაცა წავიკითხოთ ბიბლიის რომელიღაცა წიგნიდან, მაგრამ
არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილი ცოდნა გქონდეს. აუცილებელია შევსება ამ გარკვეული მონაცემისა, ბიბლიური მონაცემისა და ამ შემთხვევაში უკვე დასამუშავებელია საეკლესიო წყაროები, ეკლესიის მამათა შემოქმედება. ასე რომ შრომა ორმაგდება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც ძალიან რთული საქმეა. მithumetes, როდესაც ჩვენ ბაკალავრიატზე ვსაუბრობთ, სტუდენტი მოდის სკოლიდან და მას არ აქვს სამეცნიერო გამოკვლევის წინაპირობები, საფუძვლები. აი ამის ჩამოყალიბების და შექმნის მცდელობა გვაქვს და მოდი ასე გეტყვით, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ამართლებს, იმიტომ რომ გარკვეული ნაწილი ჩვენი ბაკალავრებისა, როდესაც დასრულდება სასწავლო პროცესი, აკადემიაში აგრძელებენ სწავლას, რაღაცა ნაწილი აკადემიის დასრულების შემდგომ უკვე დოქტორანტურაში გადაინაცვლებს და აი ეს როგორ გითხრა, ჯაჭვი ერთგარი ბმა ბაკალავრიატიდან მაგისტრატურისკენ დოქტორანტურისკენ სახეზე გვაქვს და ამის ნათელი მაგალითი უამრავი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. როგორი სასწავლო პროგრამა ხვდებათ, როდესაც მოდიან თქვენთან პირველად? სასწავლო პროგრამა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დაძლევადი იყოს, რა თქმა უნდა, ამას ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის და შიგადაში გარკვეული ცვლილებებით შეგვაქვს ხოლმე. წინარე გამოცდილებას ვითვალისწინებ და შემდეგ სემესტრში ამას ავსახავთ. შედარებით გამარტივდეს ალბათ სტუდენტისთვის. შედარებით გამარტივდეს და ნახეთ, ყოველთვის ჩვენ ამით დავიწყეთ საუბარი, რომ სწავლა არ არის მარტივი მოცემულობა. ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება და უამრავი საათის დათბობა, ხო და ხშირ შემთხვევაში დასვენების და ძილის მოკლებაც კი, მაგრამ ისე იმდაგვარად უნდა იყოს გადაცემული, რომ დაძლევადი იყოს ერთი მხრივ მოცულობა პროგრამისა და მეორე მხრივ არ მოუწიოს სტუდენტს სადღაცას ძიება ამ ინფორმაციისა. ამ შემთხვევაში პედაგოგები ჩვენ ვისაც ეს გვევალება მაქსიმალურად ვამუშავებთ შესაბამის ტექსტებს, შესაბამის ლიტერატურას, წყაროებს. ვცდილობთ, რომ რიგ შემთხვევაში წიგნის სახით წიგნად გარდავქმნათ ეს მოპოვებული ინფორმაცია, თუ წიგნად ვერ ხერხდება, ახლა ესეც სამუშაო პროცესია, მარტივად არ ხდება, ხო, წიგნის დაწერა ერთ დღეში და ორ დღეში, კონსპექტების ფორმა მაინც მივცეთ და აი ამ კუთხით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სტუდენტები მოყვებიან. ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ და ჩვენი სტუდენტებისგანაც შესაბამისი გამოხმაურება მოდის. აი თქვენ დიპლომების დაცვა ახსენეთ და ორიოდე სიტყვით ამასაც გამოვეხმაურები. პირადად ჩვენი ხელმძღვანელობით წელს რამდენიმე დიპლომი იქნა დაცული და აი მათ შორის ლუკას დიპლომის დაცვას ვესწრებოდი არა როგორც ხელმძღვანელი, არა როგორც ოპონენტი, არამედ როგორც რიგითი მსმენელი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო დიპლომები იწერება. თან ეს განსაკუთრებით კარგია გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში ბაკალავრები გამოიმუშავებენ სამეცნიერო ასე იგი აი მუშაკობის უნარებს, კი ბატონო, რადგან მოგეხსენებათ სამეცნიერო მუშაობა გულისხმობს ლიტერატურის გაცნობას, სხვადასხვა წყაროში გაბნეული ინფორმაციის ურთიერთშეჯერებას, სინთეზში მოყვანას, სკოლიების დართვას, ლიტერატურის მითითებას, იქ რაღაცა გარკვეული მოსაზრების გაკრიტიკებასაც კი კარგი გაგები თუ ის არასწორია, აი ამ უნარების გამომუშავების პროცესში ვართ და აი ერთ რაღაცასაც გეტყვით დასტურად იმისა, რომ დადებითად უნდა შეფასდეს თუნდაც დიპლომების დაცვის პროცესი. აი ვისი ხელმძღვანელობაც მოგვიწია ჩვენ პირადად გაბრიელ ნავროზაშვილი ასეთი სტუდენტი ყავს, რომელსაც წელს დაასრულა საბაკალავრო საფეხური. ჩემთვის მისგან დაწერილი დიპლომი როგორც ხელმძღვანელისთვის და პედაგოგისთვის გარკვეული სიახლეების მომცველი იყო. და აი ჩემეული შეფასება მოვახდინე შინაგანად და ამ შემთხვევაში თქვენთან პირველად ვახმოვანებ ამას. დადებითი დიპლომი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმძღვანელისთვის იმ დიპლომში გადმოცემული მოძღვრება სწავლება არის სიახლე. მასაც რაღაც ინსპირაციის საშუალებას აძლევს უფრო ღრმად ჩახედვის და კიდე ცალკე განვითარებისა, რაღაც ცალკე აღებული მოვლენების და აი რადგან თუნდაც მე დიპლომზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგან პასუხისმგებელი მასზე ვარ, ერთი დიპლომის ფარგლებში ასეთი მოცემულობა გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მიდგომა ამართლებს და ამ შემთხვევაში სტუდენტებისგან ბევრი წარმატება რეალობდებათ კიდევ. კი ბატონო, აუცილებლად ამაში დარწმუნებულები ვართ. დიახ. კურსდამთავრებული ლუკას იმონიშვილი გვესწრება ახლა ჩვენ და რა თქმა უნდა გკითხოთ თუ რა მოგცათ თქვენ სასულიერო აკადემიაში სწავლამ და ასევე სემინარიაში სწავლამ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ ის თუ რა ნაშრომი წარადგინეთ თქვენ და როგორი იყო თვითონ ეს სამუშაო პროცესი. მოგესალმებით. მადლობა დიდი მოწვევისათვის, თქვენ ტელემაყურებელს მივესალმებით და უპირველეს ყოვლისა აღნიშნავ, რომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დაახლოებით მე-11 კლასში ვიქნებოდი, როდესაც უკვე მტკიცედ გადავწყვიტე. ჩამებარებინა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ჩავირიცხე 2021 წელს და მოგეხსენებათ უკვე კურსდამთავრებული ვარ ამ სასწავლებლის და თქვენს კითხვას რაც შეეხება ის თუ რა მომცა აქ სწავლის პერიოდმა, გეტყვით რომ ეს ყველაფერი აისახა ჩემს ნაშრომში. ჩემი თემის სათაური გახლავთ დიდი მარხვის მსახურება
ეგერიას მოგზაურობის მიხედვით, ანუ ძირითადი ყურადღება გამახვილებულია იერუსალიმურ ღვთისმსახურებაზე. ყველა ვიცით თუ რა განსაკუთრებული როლი აკისრია ქალაქ იერუსალიმს ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში და იქ ყოველი აღსრულებული ღვთისმსახურება არის სახარებისეული მოვლენების გაცოცხლება და ჩემი თემა გარდა იმისა, რომ ლიტურგიკულ ასპექტებს მოიცავს, ასევე წარმოდგენილია ეკლესიის ისტორია, საეკლესიო სამართალი, ბიბლიისტიკა და აი ის ცოდნა რაც ამ 4 წლის განმავლობაში მივიღე, აი ამ ნაშრომში რეალისტა ესე რომ ვთქვათ და დიდი მადლობა ამისთვის სასწავლებელს უპირველეს ყოვლისა. რამოდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენს რექტორთან, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან. ერთგვარი გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იყო, მივიღეთ მისგან რჩევადარიგებები და მადლობა ამ ყველაფრისათვის. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს დეკანს მამა გიორგი ვაშალომიძეს. მას სწორად აღნიშნა ორმხრივი დამოკიდებულება, რაც არსებობს ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა მიიღოს ცოდნა და ამასთანავე შეიძინოს რწმენა და დავიმოწმე წინდა ილია მართლის სიტყვებს, რომ სრულყოფილი ადამიანი არის ის, ვისაც რწმენა და ცოდნა ერთად გააჩნია. რწმენა ცოდნის გარეშე არის ფანატიზმი, ცოდნა რწმენის გარეშე კი არის ამპარტავნება. მინდა ასევე დიდი მადლობა უთხრა ბატონ ირაკლისაც, რომელიც ძველი აღთმის საწინასწარმეტყველო წიგნებს გვასწავლიდა და მისი კონსპექტებით ხელმძღვანელობდით. რა თქმა უნდა, რთულია სწავლა, მაგრამ თუ ლექტორი ამას ამარტივებს, მაშინ ყველაფერი უკვე მარტივია და შეიძლება ითქვას, რომ ბატონმა ირაკლიმ გაგვიმარტივა. სწავლის ძირიმწარი არის წეროში გატყილდების. ჩემ ჯგუფელს და მადლობა გადაუხადო, რომ ისინი გავიცანი. ბევრი მეგობარი ჩემძინა და ბევრი საინტერესო ადამიანის გავიცანი და აქვე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა სწავლას გავაგრძელებ მაგისტრატურაში. და გამახვილებუნა ყურადღება, რომ ერთი არის თქვათ, რასაც გაძლევს თავად სასწავლებელი ხომ და ის ცოდნა დაგროვილი და მეორე არის სწორედ ის ურთიერთობები, რომელიც ყალიბდება ამ კედლებში თავისთავად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის პიროვნების სულიერი თვალსაზრისით და პიროვნული თვალსაზრისით, რომ ჩამოყალიბდეს სწორად თავისთავად. ლუკა, ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრე ლექტორებსა და სტუდენტებს შორის და უცლებად მინდა კითხო სასწავლებელში არსებულ გარემოზე. როგორია ეს გარემო და რას ურჩევა აბიტურიენტებს, რომლებიც აპირებენ სემინარიაში სწავლის დაწყებას? უპირველესად გეტყვით, რომ თეოლოგობა ძალიან რთულია. შეიძლება იყოს ბაკალავრი, მაგისტრი, მაგრამ რეალურად თეოლოგი რაც არის, ამას 2 ათეული წლები მაინც ჭირდება. მაგრამ როდესაც აბიტურიენტი დააპირებს აქ სწავლის გაგრძელებას, მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი. საჭიროა, რომ ეს ცოდნა თანხმედრაში იყოს რწმენასთან, ზნეობასთან და თამამად ვიტყვი, რომ ერთადერთი სასწავლებელია სწორედ სასულიერო სემინარი აკადემია, სადაც ამისი რეალიზება ხდება. და ეს უნდა გაითვალისწინოს ჩემი აზრით აბიტურიენტმაც. მხოლოდ ცოდნა არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა. მამა გიორგი, თავად სასულიერო სემინარიის როლზე რომ ვისაუბროთ, რა მნიშვნელობა აქვს მას, რა დატვირთვა აქვს როგორც ქვეყნისთვის, ასევე თავისთავად ერის განვითარებაში. დიახ, აი სანამ უშუალოდ თქვენს კითხვაზე გიპასუხებდეთ, ლუკას ასე ვთქვათ, ნათქვამს გავაგრძელებ იმ გარემოსთან დაკავშირებით, აი შეიძლება ასე ითქვას, რომ არა მხოლოდ სტუდენტების თვალით დანახული, არამედ ჩვენი დანახული თვალითაც ეს არის ფაქტობრივად ერთი ოჯახი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ ჩვენ აქ უფრო მეწილად დიდ როლს ვატარებთ, ვიდრე ჩვენ საკუთარ ოჯახში. ახლა ეს ცუდია თუ კარგია, ეს სხვა რა თქმა უნდა, კარგია, რა თქმა უნდა, კარგია, იმიტომ რომ ეს მართლაც ერთი ოჯახია და ჩვენ ფაქტობრივად არა მხოლოდ სტუდენტები, ჩვენც ვიზრდებით ამ პროცესში, ჩვენც ბევრ რამეს ვსწავლობთ, უპირველეს ყოვლისა ურთიერთობების კუთხით, რა თქმა უნდა, განათლების კუთხით, ჩვენც ვითარდებით. და ამისთვის იდეალური გარემოა მართლაც შექმნილი ჩვენს სასწავლებელში. მეორე მხრივ რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიახ, როლი და ფუნქცია ძალიან დიდია ჩვენი სასწავლებელისა ზოგადად. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ხშირად თქმულა ეს ჩვენი მეცნიერების მიერ, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარი არის გამგზელებელი იმ საღვთისმეტყველო უაღრესად მნიშვნელოვანი სკოლებისა, რომელიც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, მოგეხსენებათ თქვენ ჯერ სამონასტრო კერებში, საგანმანათლებლო როგორც ჩვენში, ისე ჩვენს ფარგლებს გარეთ
არსებული კერები, მონასტრები, განსაკუთრებით გელათის საღვთისმეტყველო სკოლა და დღეს ამ თუ შეიძლება ითქვას ყველა ეს თქვათ ფუნქციური გაგრძელება თავს იყრის თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ აი ესეც უნდა აღნიშნოს რომ დღევანდელი თაობა ძალიან პროგრესული და განათლებული თაობაა და შესაბამისად აუცილებელია ის რომ ეკლესია პასუხობდეს თუ შეიძლება ასე თქვა საზოგადოების ამ მოთხოვნას და ეს ვერანაირად ვერ განხორციელდება თუ კი ეკლესიას არ ეყოლება რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ზნეობრივად მეტნაკლებად თავისუფლად სრულყოფილი პიროვნება სამღვდელო კაცს გულისხმობ და მეორე მხრივ თუ ეს პიროვნება ასევე არ იქნება აღჭურვილი შესაბამისი საღვთისმეტყველო განათლებით. ამიტომ ჩვენ ყოველხრივ ვცდილობთ იმას რომ სტუდენტების თქვათ განვითარება, აი როგორც უკვე აღნიშნეთ ჩვენი საუბრის აი ამ ორი მიმართულებით წარმართოთ და აი ბატონი ირაკლი საუბრობდა რომ აი ეს საბაკალავრო დაცვები სწორედ ამას წარმოაჩენს მოიხსენებათ ხენაყოფითი ცნობა საბოლოო ნაყოფი სწორედ ეს 7 საბაკალავრო დაცვა შედგა მიმდინარე სემესტრის დასასრულს, აი მიმდინარე კვირაში და სრულიად აი თუ შეიძლება ასე თქვა საერთო კმაყოფილება გამოიწვია ამ ჩვენი სტუდენტების მიერ დაცულმა საბაკალავრო ნაშრომებმა და ეს რა თქმა უნდა ერთობ სასიხარულოა და ხალხაშვილს უნდა ითქვას ისიც რომ ჩვენი სტუდენტები დღეს აი კურსდამთავრებულები და არა მარტო კურსდამთავრებულები ნამდვილად თუ შეიძლება ასე ვთქვათ პროგრესულ ჩვენი საზოგადოების პროგრესულ ნაწილს წარმოადგენენ რაც ერთიორად გვახარებს ძალიან ბევრი აგრძელებს სწავლას როგორც აი ლუკამ ბრძანა თავადაც მაგისტრატურაში აგრძელებს სწავლას და ჩვენ ყველას ჩვენი მხრიდან მირება და ჩარეცხვა როგორ ხდება მამა გიორგი ეს საუბრის დასასრულს კი ბატონო მოგახსენებთ როგორც უკვე თქვით ჩვენ ამ სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე ეროვნული გამოცდები ბარდება მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნულ საგამოცდო ცენტრში ამის შემდგომ დიახ და ამის შემდგომ აბიტურიენტი მოდის ჩვენთან და უკვე ტარდება შიდა გამოცდები ქრისტიანული მოზრუების საფუძვლებში საქართველოს ისტორიაში და უცხოენაში ბევრ უპირატესობაზე ვისაუბრეთ და ერთ-ერთი კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს რომ ყველა ფაკულტეტზე სწავლა არის უფასო სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. Განგი შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ვაშალონიძე, თეოლოგიის დოქტორი თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი ირაკლი ორჟონია და ლუკა სიმონიშვილი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული.